ნებისმიერი სიყვარული იწყება საკუთარი თავის სიყვარულითო. არ ვიცი ეთანხმებით თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას, თუმცა ძალიან ისეთი კარგი არგუმენტირებული დასაბუთებები გვხვდება მრავალ წყაროში და თვით სიყვარული სულაც არ არის არც ცოდვა, არც სირცხვილი, არამედ ეს არის იმის გაცნობიერება, რომ შენ სიყვარული შეგიძლია. ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით სიყვარულის და სასიყვარულო ურთიერთობებში, როდესაც ერთგვარი თვით მიძღვნის პროცესს ვახორციელებთ, ხო? რაღაცნაირად გვაქვს იმის განცდა, რომ სიყვარული ეს არის უპირობო მიძღვნა და ამ მიძღვნის სანაცვლოდ ჩვენ არაფერს არ ველით. ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს ჯილდოები და დანახარჯები. და მარტივი ფორმულაა. როდესაც შენ აცნობიერებ ამ მიძღვნის შედეგად, რას იღებ ჯილდოს, შენ ხარ სრულფასოვნად რეალიზებული და გაქვს უნარი გიყვარდეს და მოგწონდეს საკუთარი თავი. მაგრამ თუ შენ ხვდები, რომ მთელი თქვენი ურთიერთობა არის მხოლოდ მიძღვნა, რომელსაც უკვე მიძღვნასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ არაფერს ვიღებ სანაცვლოდ და რაღაც ეტაპზე ცხოვრების მიჩნდება განცდა, რომ მე ხომ ყველაფერი მოგეცი. მე ხომ შენთვის ყველაფერი გავაკეთე. ეს უკვე მიძღვნა არ არის, ეს არის სხვებს შეწირვა. და ამიტომაც არის ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი წელია ქორწინებაში და უკვე სიყვარულიც კი რუტინად არის ქცეული, დაფიქრდება და თავის თავს უსვამს ხოლმე კითხვას, რომ მე რა ამ ურთიერთობისგან? გაგზარდე, გაგავითარე, მოგეცი ჩემი სიყვარული, მოგეცი ყველაზე ძვირფასი, გაგიჩინე შვილები, უზრუნველ ყავი, ანუ აქ ვურევე ხოლმე ქალის და მამაკაცის ნარატივს, ასე რომ ვთქვათ. და მე რა სანაცვლოდ, რა მივიღე შენგან? და ხშირად უთანხმოების მთავარი მიზეზი სწორედ ეს ხდება ხოლმე წყვილებს შორის.